ურთიერთობა მოზრდილ შვილებთან. ჩვენი ცხოვრება ბედნიერად წარიმართა. მეუღლე მართლაც ჩემი მეორე ნახევარი, ჩემი სული და გულია. ჯანმრთელობა არ გვაკლია, მატერიალურად უზრუნველყოფილები ვართ. ჩვენი შვილები კი მოკლებული არიან ამგვარ მიწირ ბედნიერებას. ქალიშვილი 30 წლისაა. მუშაობს, შემოსავალიც აქვს. პირადი ბედნიერება არა. ვაჟი დაოჯახებულია, მაგრამ მისი ცხოვრება ვერ აეწყო. სულიერად ახლოა ღმერთთან. განათლება აქვს, მაგრამ სამუშაო ვერ უპოვია. ჩვენ შვილებს რაღაც არ გამოუდით. რატომ? ფილოსოფოსობ ვეძებ ჭეშმარიტებას. ყოველ ადამიანს ღმერთისკენ მიმავალი საკუთარი გზა აქვს. ზოგიერთისთვის მშობლების რჩევა საკმარისი არ არის. აუცილებელია ძიება და პირადი გამოცდილება. ეტყობა მათთვის საჭიროა იმედგაცრუებისა და წარუმატებლობის მწარე სასმისის შესმა, რომ შეიცნონ, გაიაზრონ და შეიგრძნონ, რა არის ბედნიერება. იქონიეთ მოთმინება. თქვენი შვილები გზაში არიან, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ყველაზე მთავარი დასაწყისი კი არა, დასასრულია. რაც შეეხება ფილოსოფოსობას, თუ ამ სიტყვაში თქვენ მიმდინარე მოვლენებისა და შექმნილი ვითარების ანალიზს გულისხმობთ, ეს ცუდი არ არის. მაგრამ თუ ფილოსოფოსობთ ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, მაშინ დაჯერებული ყოფილხართ საკუთარ გონებაში. ჩვენ შეზღუდულ გონებას კი ყველაზე ნაკლებად შეუძლია მეტაფიზიკური ჭეშმარიტების შეცნობა და სიმართლის მაგვარი სისწრუისაგან მისი გარჩევა. თქვენ ამბობთ, რომ ეძებთ ჭეშმარიტებას, ანუ ჯერ არ გიპოვიათ იგი, მაგრამ ერთადერთი ჭეშმარიტება ქრისტეა და ამ ჭეშმარიტების პოვნა მხოლოდ საკუთარ გულში შეგიძლიათ. როდესაც იპოვით მას, მაშინ დაინახავთ, რომ თქვენი შვილების თითქოს და მოუწყობელი ცხოვრება დამარცხება კი არა, განსასწრელია, რომელიც მათ უნდა გადალახონ საკუთარი გამოცდილების შესაძენად. რამდენად შეიძლება გამოვიჩინო შვილთან მიმართებაში სიმდაბლე, თვითგანსჯა, არ განკითხვა. ჩემთვის გაცილებით უფრო ადვილია თვალი დავხუჭო მის ნაკლოვანებებზე, ვიდრე დამტანჯოს პასუხისმგებლობის გრძნობამ, რომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია. სწორია თუ არა ამგვარი პოზიცია. სიმდაბლე და თავის გაკიცხვა ყველა ქრისტიანისთვის საჭირო და აუცილებელია, მაგრამ მშობლებს ზნეობრივი პასუხისმგებლობა ავალდებულებთ, რომ მოზრდილ შვილებსაც მიუთითონ შეცდომებზე, მისცენ რჩევა დარიგებები, ოღონდ დაძალების გარეშე, უაღრესად დელიკატურად. რაც შეეხება სხვათა ცოდვების არ განკითხვას, ეს ნიშნავს, რომ აქ ყურადღება არა ადამიანის ცოდვებზე, არამედ მის ღირსებებზე מחვილდება, მაგრამ იმ ადამიანების ნაკლისა და ცოდვილი ჩვევების არ დანახვა, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს, შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ჩვენთვის. მახსენდება ერთი შემთხვევა. ადამიანი, რომელმაც იცოდა მისი ნაცნობის ქურდობისკენ მიდრეკილება, ცდილობდა თვალი დაეხუჭა ამ რეალობაზე და მოსავლელად თავისი სახლი ჩააბარა. მან კი მარტო ნივთები კი არა, სიწმინდეებიც მოჰპარა და გაუყიდა. საეჭოა ასეთი მიმდობლობა მაღალ სულიერ მიღწევად ჩაითვალოს, ეს უფრო განსჯის უნარის უქონლობაა. ეკლესიაში მღვდლად მსახურობ. დედები ხშირად შემომრჩივიან, რომ მათი შვილები, უმეტესად დედისერთები, არაფერს აკეთებენ, არ მუშაობენ, არ სწავლობენ, უპასუხისმგებლოები არიან, ან თუ მუშაობენ, ფულს სმასა და ნარკოტიკებში ხარჯავენ. დედებს უშვერი სიტყვებით აგინებენ და უდიერად ექცევიან. ამ დროს ერთადერთი რაც თავში მომდის, დედის მეურეობას ჩამოაშორო ასეთი შვილი, აიძულო დაიწყოს დამოუკიდებელი ცხოვრება, შეეჭიდოს სიძნელეებს, შეცდომებიც დაუშვას, ცხვირიც კი წაიტეხოს, ოღონდ ისწავლოს დამოუკიდებლობა. როგორ ფიქრობთ, ასეთი გამოსავალი სიყვარულითაა ნაკარნახევი, თუ დედები მაინც უნდა ეცადონ თავიანთი უღლის მოთმინების ძიდვას, ან როგორ მოიქცეს დედა, რომლის ქალიშვილი ლესბოსური ცოდვით არის გახსნილი, სოდომი ხომ ჩვენი დროის უკურნებელ სენად იქცა. გეთანხმებით, თუ შვილების მხრიდან ექსპლუატაცია სისტემატურ ხასიათს ატარებს, მაშინ მშობლებმა ცალკე საცხოვრებლად უნდა გაუშვან სრულწლოვანი შვილები, რომ ისინი დამოუკიდებლები გახდნენ. სიძნელეები გამოსცადონ თავიან თავზე და მიაჩვენონ საკუთარი პრობლემების გადაწყვეტას. რასაკვირველია, აქ რისკი დიდია, მაგრამ მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. სიყვარული, რომელიც ცოდვისკენ უბიძგებს შვილს, ქრისტიანული სიყვარული კი არა, შვინვიერი, მიკერძოებული სიყვარულია. რაც შეეხება ხსენებულ გარყვნილებას,
დედა ყველანაირად უნდა ეცადოს ქალიშვილის დარწმუნებას, რომ მან მიატოვოს ეს საძაგელი ცოდვა და გამოსწორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასთან ურთიერთობაში უნდა დაიჭიროს გარკვეული დისტანცია. რაღაც ჩაკეტი წრეში მოხვდი. სასოწარკვეთილებაში ვარდები. 16 წლის შვილის გამო. არ სწავლობს, თუმცა უჭკუო არ არის. შრომა თავის დროზე არ შევაყვარე, რაშიც დამნაშავედ ვგრძნობ თავს. სვამს, როგორც ყველა, მაგრამ ამ მხრივ მამის ცუდი გენეტიკა მოჰყვება. როგორ გავიგო, რა ტალანტი აქვს, რომელიც მას ღმერთმა უბოძა. შეეცადეთ დააინტერესოთ შვილი მაგალითად ხელოვნებით, მეცნიერებით, ხელობით. როცა ადამიანს არაფერი აინტერესებს, მაშინ მას შრომის სტიმული ეკარგება და თავის თავში იკეტება. აქ კი ჩნდება საშიშროება, რომ იგი ალკოჰოლში, გასართობ სანახაობებში, კომპიუტერულ თამაშებში, ანუ ირეალურ, დემონურ სამყაროში დაიწყებს გამოსავლის ძებნას. ჩემი სამივე შვილი 36, 23 და 14 წლის. აგრესიულად არის განწყობილი ჩემს მიმართ. ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც შეეხება მათ გეგმებს, საჭმელს, ტანისამოს, ბუნება-განწყობილებას, ერთი პასუხი აქვთ: თავი დავანებო მათ. მეც რთული ბავშვი ვიყავი და მესმის, რაც მივიღე კანონზომიერია, მაგრამ როგორ დავიცვა ისინი ასეთი ხვედრისაგან. შვილებს სიყვარულით უნდა მოეპყრათ, მაგრამ არც ზედმეტი ზრუნვით მოაბეზროთ თავი. ეცადეთ ისე მოექცეთ, რომ თვითონ მოგმართონ თავიანთი გეგმებისა და ფიქრების გასაზიარებლად. შესაძლოა ბავშვობაში მათ თქვენი ხასიათით თრგუნავდით, რაც ახლა ბუმერანგივით მოგიბრუნდათ. მეორედ ვარ გათხოვილი, მაგრამ ჯვარი არ გვაქვს დაწერილი, რადგან მეუღლე ურწმუნოა. პირველი ქორწინებიდან 17 წლის ვაჟი მყავს, რომელსაც დამოუკიდებელი, უხეში და წყენია ხასიათი აქვს. სახლში ჯოხით თუ დაიხმარ, მე უდიერად მექცევა. თუ ეჩხუბები არ მელაპარაკება და არც ჭამს. ქმარი გოლის სიღრმეში ვერ იტანს ჩემს შვილს, მისი დანახვაც არ უნდა. ამას წინათ კი ნასვამმა სახლიდან გააგდო და შეურაცხყოფაც მიაყენა. შვილი ჩემს მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. სახლში მიჭირს მისვლა, ვებრძვი დარდს, მაგრამ არაფერი გამომდის. ყოველთვის ვლოცულობდი შვილისთვის, ვცდილობდი მისთვის სიყვარული მესწავლებინა. რამდენიმე წელია შიში მაწუხებს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააგდოს ამ პარტავნებამ. ეკლესიაში მითხრეს, რომ დედაზეა დამოკიდებული შვილის მდგომარეობა. როგორ უნდა აღზარდო ბავშვი და საერთოდ როგორ გავაგრძელო ცხოვრება. მართალია დედა ხართ, მაგრამ ობიექტური უნდა იყოთ შვილისა და მეუღლის მიმართ. თუ თქვენი ვაჟი, რომლის ვალია პატივისცეს მამინაცვალს, როგორც მეორე მამას, უწესოდ იქცევა, მაშინ ჯობს განსაკევებით ცხოვრობდეს თქვენგან. დედის ლოცვას დიდი ძალა აქვს, ამიტომ სასოწარკვეთილებაში უჩავარდებით. შვილს მიეცით დრო და საშუალება, თავად შეეჭიდოს ცხოვრებისეულ სირთულეებს. და მაშინ შეიძლება დააფასოს მისდამი თქვენი კეთილი დამოკიდებულება. ჩემს მოზრდილ შვილებს არც მარხვის შენახვა და არც ეკლესიაში სიარული უნდათ. პატარაობისას კი ტაძარში დამყვებოდნენ და ხშირადაც იღებდნენ ზიარებას. სარწმუნოების საკითხში ძალადობა დაუშვებელია. ადამიანის სულიერი ცხოვრება განასწორი გზით მიდის, ის უფრო ხშირად ზიგზაგისებურად მიემართება. ბავშვობაში ჩადებული სულიერი საძირკველი მთელი ცხოვრების მანძილზე ნარჩუნდება. ამიტომ ილოცეთ და იმედი იქონიეთ, რომ დროთა განმავლობაში შვილები ცხოვრებისეული მძიმე გამოცდილების შეძენის შემდეგ ისევ დაუბრუნდებიან ეკლესიას. როგორ ავაწყო ურთიერთობა 21 წლის გათავხედებულ შვილთან, რომელიც მართალია მუშაობს, მაგრამ ოჯახურ ბიუჯეტში კაპიკი არ შემოაქვს. ვალს ნაწილობრივ აბრუნებს. ხმარობს უფროსი ვაჟის ტანსაცმელს. თავის შეყვარებულს ძვირფას ყვავილებს ჩუქნის. მე კი დაბადების დღეზე არაფერს. მიუხედავად ამ ყველაფრისა ძალიან ღია და მიმზიდველია. გავაგრძელო მასზე ფულის თხოვნით თავის მობეზრება. ფიქრობ შვილის საქციელი თქვენს გამოცდად უნდა მიიღოთ და მოითმინოთ, ვიდრე მას თვითონ ცხოვრება არ ასწავლის ჭკუას. სხვაგარად შვილს მაინც ვერ გამოასწორებთ, თავს კი ავნებთ. ამიტომ უფრო მეტად იმაზე იზრუნეთ, რომ შეინარჩუნოთ საკუთარი შინაგანი სულიერი სიმშვიდე და წონასწორობა. 1 წლის წინ უფროსმა ვაჟმა სამსახურში ახალგაზრდა შვილიანი ქალი,
გათხოვილი არ ყოფილა, გაიცნო, რომელსაც მატერიალურად ეხმარება. უხდის ბინის ქირას და საბავშვო ბაღის გადასახადს. ჩემს კითხვაზე თუ რა აკავშირებთ ერთმანეთთან, პასუხობს, რომ უბრალოდ კარგი მეგობრები არიან. შვილი მსაყვედურობს, რომ ქრისტიანულად არ ვიქცევი და სხვისი დახმარებისთვის ვკიცხავ. მიმალავდა, რომ მუდმივად აძლევს ფულს, მაგრამ ის ქალი ხომ მისი არც საცოლე და არც ცოლია. ხანდახან შვილი მე მთხოვს ფულს, როცა თავისი საჭიროებისთვის აღარ რჩება. უფრო მეტად კი იმაზე მტკივა გული, რომ ეკლესიაში სიარულს დაანება თავი, არ ლოცულობს, აღარც ეზიარება. მიზეზს იმ ქალში ვხედავ, რადგან ურწმუნო ადამიანია. ერთხელ სახლშიც კი მომიყვანა ღამის გასათევად, თა მიმტკიცებს, რომ მათ შორის ფიზიკური სიახლოვე არ ყოფილა და არც იქნება. ჩემს მოსაზრებაზე, რომ მას უბრალოდ იყენებენ, მტკივნეულად რეაგირებს, ბრალს ნდებს, რომ ცუდად ვარ განწყობილი ქალის მიმართ, თუმცა სინამდვილეში ძალიან კარგად შევხვდი. ერთხელ კი ასეთი საშინელი სიტყვები წარმოთქვა. თუ ის ქალი არ იქნება, არც მე ვიქნები. რა ვქნა, როგორ მოვიქცე? იქნებ ვწდები, ლოცულობ, რომ ქალი უმტკივნეულად ჩამოეცალოს მას. იქნებ ხუთშაბათობით შეძლოთ წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დაუჯდომელის წაკითხვა, თუ ყოველდღე გაგიჭირდებათ. ასევე ევედრეთ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას, რადგან აქ შველა მხოლოდ ლოცვას შეუძლია.